ერთჯერ გავპასეთ, ვეღარ გავპასეთ. ქუჩაში ყრიან მერე ძაღლი. მიც მომეფერეო, ნახე, მიც მომეფერეო. ხო, ეგ ეგოისტებიან. ჯაკარკი. 4 აპრილი მიუსაფარ ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს ცხოველთა დამცველები კიდევ ერთხელ ახსენებენ ყველას, რომ ქუჩის უპატრონო ცხოველებს დახმარება და მზრუნველობა სჭირდებათ. საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის ხელმძღვანელის თემურ ლაჭყებიანის თქმით, საქართველოში ამ კუთხით მდგომარეობა მძიმეა. ჯერ კიდევ გაუმართავია საკანონმდებლო ბაზა. არსებობს მხოლოდ ცხოველთა სასტიკმო პრობის შემთხვევასთან დაკავშირებით ერთიანი სისხლის სამართლის კოდექსის 259 მუხლი, რომელიც ასე ვთქვათ საკმაოდ მობიერიც კი არის მთელ რიგ შემთხვევებში. ასევე არსებობს მუნიციპალური რეგულაციები, რაც გულისხმობს იმას, რომ მეპატრონეები არიან ვალდებული თავიანთი ცხოველების მოლაპატრონობაზე, იდენტიფიკაციაზე და ასე შემდეგ, რომელიც ვრცელდება ზოგიერთ დიდ ქალაქში მხოლოდ. და ეს ამ მუხლის მიხედვით ეს არის 102 მუხლი ადმინისტრაციულ სამართალდამხმარებლთა კოდექსის მიხედვით, სადაც წერია, რომ ძაღლების და კატების ყოლის წესების დარღვევა, ანუ იგივე თუ დაუშვათ ადამიანს გაუჩნდება სურვილი და ქუჩაში გამოაგდებს თავის ცხოველს, ეს მკაცრად არ ისჭება. ეს არის მხოლოდ ასე ვთქვათ მიზერული ჯარიმა, უწესდება 20 ლარის ოდენობით, ფაქტურად არაფერი არ არის. ეს ვერ ახდენს პრევენციას იმისა, რომ ადამიანებმა აიღონ პასუხისმგებლობა და თავიანთ ცხოველს მიხედონ კარგად. პრობლემას წარმოადგენს ასევე თავშესაფართა რაოდენობის სიმცირე, რაც მზარდი მიუსაფარი ცხოველების ოდენობის პროპორციული არაა. რაც შეეხება ასევე თავშესაფრების პრობლემა, რა თქმა უნდა, არსებობს პოპულაციის ცენტრები, რომლებიც არის ასე ვთქვათ გათვლილი მათში, ასე ვთქვათ, ცხოველების შედინება, სტერილიზაცია, კასტრაცია არის მცირე რაოდენობა, ასევე თავშესაფრები, კერძო თავშესაფრები, რაც შეეხება არის საკმაოდ მცირე რაოდენობის, 1-2 თავშესაფრთა მოიპოვება საქართველოში, სადაც ასე ვთქვათ ხდება ცხოველების რეაბილიტაცია, მკურნალობა, დაბინავება, შემდგომ მათი გასხვისება, თუმცა არის საკმაოდ იმატა ბოლო წლებში ფაქტები, როცა ხდება დაბინავება სხვა ქვეყნებში, მათ შორის ჩვენი ორგანიზაცია არის ჩართული, როცა ვაბინავებთ მიუსაფარ ცხოველს და ვაგზავნით სხვა ან მეზობელ ან ასე ვთქვათ ევროპის განვითარებულ ქვეყნებში უნახავთ პატრონებს და ვაგზავნით პერიოდულად. თემურ ლაჭყებიანის თქმით, ცხოველთა უფლებების დაცვა ავტომატურად განაპირობებს ადამიანთა უფლებების დაცვას, რადგან ქუჩაში მიუსაფართა სიმრავლე სწორედ ადამიანთა გულგრილობითა და სახელმწიფო უწყებების უმოქმედობითაა განპირობებული. მოქალაქეების უფლებებიც მათ შორის იმიტომ მირღვევა, რომ ოდესღაც ეს მიუსაფარი ცხოველები აღმოჩნდნენ ქუჩაში, იმიტომ რომ მათ არ ყავდათ პასუხისმგებლიანი მეპატრონე. ასევე სახელმწიფო, რა თქმა უნდა, არის ვალდებული უზრუნველყოს სამოქალაქო უსაფრთხოება, იყოს აღრიცხული მიუსაფარი ცხოველები, იყოს დაჩიპული, იდენტიფიცირებული, პერიოდულად მუშავდებოდნენ პარაზიტებზე, აგრესიული ცხოველების დაბინავება უნდა ხდებოდეს კიდევაც მათი ფსიქოლოგიური აგრესიის კორექცია. ამ საკითხებზე უნდა მუშაობდეს სახელმწიფო სამსახურები, ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობით, სპეციალისტი კინოლოგების გადამზადება უნდა მოხდეს, ასე ვთქვათ, მეც მათ შორის ასე ვთქვათ შეუერთები ამ საზოგადოებას, რომელიც ასე ვთქვათ სახელმწიფოს მოუწოდებს უფრო ეფექტურად არეგულირონ მიუსაფარ ცხოველთან დაკავშირებული პრობლემები. არის სწავლება ელემენტარულად სკოლებში თუ როგორ უნდა მივხედოთ ცხოველებს. ელემენტარულად ეს არის სწავლება, არც უმაღლესი თუ მანდამაინც არ დავუშვათ სპეციალიზაციით არ გაივლის ვეტერინარიის ან კინოლოგიის კუთხით, აი ზოგადი განათლებას როცა იღებენ ამ სკოლაში ან უნივერსიტეტში სხვა სპეციალობის პირები, აქ უბრალოდ არ არის არჩევითი საგნებიც კი არ არის, სადაც შეიძლება ადამიანმა შეისწავლოს თუნდაც ელემენტარული საფუძვლები იმისა თუ როგორ უნდა ვიურთიერთობოთ ცხოველთან, არ შეიძლება რომ გაიქცე მაგალითად რომ დავუშვათ ქვა მოუშინო, ეს არ არის აიღო და ჯოხი დაარტყა, უბრალოდ სულად უმიზეზოთ და ამიტომ მე როგორც ცხოველთა დამცველი მაინც უფრო პრიორიტეტს მივანიჭებ იმას, რომ საზოგადოებამ რა თქმა უნდა არის მთელი რიგი შემთხვევები, როდესაც არის ცხოველი აგრესიული, გამოხატავს აგრესიას, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც დამნაშავე შეიძლება იყოს საზოგადოება, რომელიც ამ ცხოველებს ქუჩაში აგდებს და იყოს სახელმწიფო, იმიტომ რომ ვერ არეგულირებს, არ აკისრებს იმ უპასუხისმგებლო მეპატრონეებს, ჯარიმას, იგივე არ ხდება მასობრივად სტერილიზაცია, კასტრაცია, რომ ქუჩებში ასე ვთქვათ ეტაპობრივად შემცირდეს ცხოველების რაოდენობა.